გამარჯობათ. დღეს 16 თებერვალია. შვენიერი გაზაფხულის ამინდია. თებერვლის მიუხედავად. და წამოვიდეთ ახლა რუსთავში. და აგიხსნით რა ჯდება ტრეკზე სიარული. როგორც ხუთშაბათის ფასდაკლებით, ისე ჩვეულებრივ დღეს. ეს არის ავტობაზრობის შესასვლელი. აქედან არ შეხვიდეთ არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ გაიჭედებით საცობში და მერე მოგიწევთ ჩხუბი და ტვინის მურვა შლაგბაუმის გამღებთან. მომსახურების სააგენტოს ასახვევში აუხვევთ, ეხლა როგორც ჩვენ ავალთ და პირდაპირ მიადგებით ტრეკს. აქ შეიძლება მოგიწიოთ თქმა, რომ ტრეკზე მედიხართ. ნუ დღეს არ დაგჭირდა. აქ მივდივართ მარჯვნივ, ადმინისტრაცია პადოკი. და მოხვდებით პადოკზე და რეციფშენთან. ესეც ჩვენი ტრეკი. ეხლა შევიდეთ რეცეპშენში და ნახოთ რა ჯდება ხუთშაბათს სიარული და ჩვეულებრივ დღეს სიარული. მე ეს გასაღები გამოვართ. ეს არის სტარტ-ფინიშის ხაზი და დავიწყოთ აქედან. მარიამ გამომყევი. ბოლო მოსახვევიდან რომ გამოვდივართ, ნუ ეხლა 600-იანზე ავხსნი. მაქსიმუმი აქ მაქვს 220 და მეხუთე გადაცემა. შუქნიშანი. თავიდან როცა იწყებ საორიენტაციო ტორმოზის წერტილი უნდა იყოს შუქნიშანი. აი სადღაც აქედან ვიწყებთ ტორმოზს. ეს როცა დამწყებები ვართ და პირველი, მეორე, მესამე შემოსვლა ტრეკზე. ეს უნდა იყოს ორიენტირი ტორმოზის. აქ არის თეთრი ხაზი. ამ თეთრი ხაზის, ჩვენ ჩემპიონატში ამ თეთრი ხაზის გადაკვეთა შეიძლება. ამიტომ სარგებლობთ. მოვდივართ ტორმოზი და ჩამოგვაქვს მესამე სიჩქარემდე. მეხუთე ტორმოზი ამ ხაზს ესე გადავკვეთავთ, რაც შეიძლება განზე გავალთ. ჩამოგვაქვს მესამე სიჩქარეში. მთელი ეს გზა მოვდივართ. ტორმოზს ვაზივართ, ეხა 220 არ არის დაბალი სიჩქარე, ტორმოზი და ქვევით -2 სიჩქარე. ანუ მესამეში გვაქვს. ეს ჩემ კონკრეტულ შემთხვევას ვიძახი. არის ბევრი, ვინც მეორე სიჩქარით გადის. ამ მოსახვევს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან მესამე ჯობია, უფრო სტაბილურია. და შემდეგ ისეთი მოსახვევი მოდის, რომ არ გჭირდება მეორე და აბაროტი თითქმის დაკეტვამდე რო იყოს. მე მაგალითად ამ 50-დან ვიწყებ შეხვევას. აი აქედან უკვე შეხვევას ვიწყებ მარჯვენა მხარეს. ეხა ფეხით გავივლი იმ ტრაექტორიას, რა ტრაექტორიაზეც მოტოციკლეტით მივდივარ.
აი ამ ადგილას უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად აქ გქონდეს მუხლი. აი ამ ადგილას უნდა გქონდეს მუხლი. არ უნდა შევახოთ, იმიტომ რომ ეს მაღალია, შეიძლება ფეხი მოიდეხო, მაგრამ მუხლი უნდა გქონდეს მაქსიმალურად აქ. მარჯვენა მხარეს. მესამე სიჩქარით შემოვდივართ. მაგრამ როცა სწრაფად მოვდივართ, ჩვენი ხაზი ესე წესიერად ვერ უხვევს, მაინც გვაგდებს მარცხნივ. ესე მოვდივართ. აქ უკვე ვეწყობით მარცხენა მხარეს. და მთელი ეს მეორე მოსახვევი, როგორც მე გავივლი, ფეხით ეგრე გავდივართ მოტოციკლეტით, მესამე სიჩქარით. ზოგი გადის მეორეთი, მაგრამ რა ვიცი, ჩემ შემთხვევაში მესამე ჯობია. 600, ხო. 1000 ჯერ არ ვიცი. თუ ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, აქ გაზის გახსნა. შეიძლება გეგონოს, რომ აი უკვე მოსახვევი რჩება. ისეთი მატყუარა მოსახვევია და გაზის გახსნა თუ მოგვივიდა, გავყავართ მარჯვნივ. რაც კარგი არ არის. პირველ რიგში, იმიტომ რომ სუმტრიანია მარჯვენა მხარე. მე აი აქ ნახე ეგრეთ წოდებული შოვი, სტიკი. არასტაბილური ხდება რა მოტოციკლეტი, ამაზე რომ გადადიხარ თან დაწვენილი. ხო და მაქსიმალურად მარცხნივ მოვდივართ. პარებრიკთან ახლოს. სიჩქარე გვაქვს 100, 110. აპექსამდე გვაქვს 100, 110. ხო, ნუ აი ესე მივდივართ რა. ვცდილობ რომ ვიარო ზუსტად ამ ტრაექტორიაზე. ხან გამოდის სიჩქარეს გააჩნია. თუ გამაგდო გარეთ, ცოტა გაზს დავკეტავ, რომ ახლოს მოვიწიო და მე ისევ გავხსნი. აქ მოვდივართ. მოსახვევის შუამდე თითქმის მოვედით. 110 და აპექსიდან ნელ-ნელა ვიწყებთ გაზის გახსნას. აი აქედან უკვე ვიწყებ გაზის ნელ-ნელა გახსნას, იმიტომ რომ აქედან რომ რესკად გავხსნა ძრავი, გადავარდები მეორე მხარეს, ვეღარ მოუხვევ. ხო და ნელ-ნელა გაზს ხსნით, აქ მაქვს 120-ის ფარგლებში, უკვე ეგრეთ წოდებული ვიხოდია, მოსახვევიდან გასასვლელია, აქ მაქვს 120-მდე და უკვე მეტად რო ხსნი გაზს, თან ვასწორებ უკვე მოტოს, რო სწორდებით. მე მიდი 120, 130, 140 უკვე მე ტრიამიკზე მივდივართ. რა ვისთვის როგორ? აქედან ხო უკვე გაზი ხო გავხსენი და აქედან ესე კი ვეღარ უხვევ ახლოს. გავყავარ ტრაექტორიაზე, რომ მაქსიმალურად შევძლო აჩქარება. ეხა ისევ აქ რო დავრჩე, მეტად ვეღარ გავხსნი გაზს და ნელა გავალ მოსახვევიდან. და აქედან რო ხსნი უკვე გაზს, გავდივარ მესამე სიჩქარით უკვე. მოვდივარ უკიდურეს მარჯვენა კერბთან. ხანდახან გვიწევს ახტომა. ნუ ვცდილობთ არ ახვდეთ. როცა ჩქარა გადიხარ, სხვა გზა აღარ გაქვს. ხო. აქ უკვე აი აქ უკვე სწორდება მოტოციკლეტი. აი ამ ადგილას. და აი ამ თეთრი ზოლისა და ამას შუა ესე გავდივართ უმრავლესო. აი ამ ადგილას ჩვენი ორი საბურავი და ეს არის მარშალები, მსაჯები სადაც დგანან. ნუ ჩემ გადაცემაზე 636 44-იან კბილანაზე მიწევს ზუსტად აი ამის გასწვრივ მიწევს მეოთხე სიჩქარის მიცემა. ეს კერბი რომ თავდება დაახლოებით აქ ვაძლევ მეოთხე სიჩქარეს. აქ ვაძლევ მეოთხე სიჩქარეს. პრინციპში მეხუთე? ხო, მეხუთე, მეოთხეს ხო ვაძლევ. მეოთხეს ვწურავ. გეტყვი, ეხა მივალთ იმ ადგილას, სადაც ვაძლევ მეხუთეს. და ერთი კაი ის არის მნიშვნელოვანი ნიუანსია იქ, მაგასაც ვიტყვი. კაი, აქ ვაძლევ მეხუთეს. აი, ამ ადგილას ვაძლევ მეხუთეს. და მეხუთეთი გავდივარ ამ მოსახვევს. ეხლა სადაც მივალთ ხიდის ქვეშ მეხუთეთი გავდივარ. ანუ არ იკეტებ, მე-6-ს მიცემა საზრი არ აქვს. ვინც დამწყებია?
არა, მაგ სიჩქარეებით უნდა იაროს დამწყებმაც. ეს არის ხიდამდე. ეგრე ნომრებს აღარ ვიტყვი მოსახოვის. ესე უფრო იცის, აი ხიდთან, მერე მარჯვენა, ეგრე წოდებული პრავი, მერე ზედა ესი. ნუ ეგრე მოიხსენიებ, იმიტომ რომ ნომრებით არავინ არ ლაპარაკობს თითქმის. ეხლა მე სადაც გავჩერდები. ამ ადგილას ცოტა მობურცულია, თვალით არ ეტყობა, ვიდეოშიც არ ეტყობა რა. როცა მოტოთი მიდიხარ, ნუ ხტება რა მოტოციკლეტი განსაკუთრებით უკანა საბურავი ადის ჰაერში. თვალით ვერ შეამჩნევ. აი 150 რო აწერია. ხედავ? 150-ის გადმოსწრივ. აი ამ ადგილას მოტო ხტება. აი ამ ადგილას. აქ გვაქვს 210. აი ამ ადგილას გვაქვს 210. ამ ადგილას მოტო ხტება, უკანა საბურავი ადის ჰაერში და როგორც კი ხო არ ეტყობა, მაგრამ ეგრეა რა რო გაივლი. როგორც კი დაეცემ, ნუ დაეცემი რა ჩამოხვალ, ხა ისე კი არ არის კატასტროფულად. ვიწყებთ დაწვენას მარცხენა მხარეს. გვაქვს 210 გას, ნუ ჩემ შემთხვევაში ოდნავ ვატორმუზებ, ოდნავ უბრალოდ შევეხები, რომ ცოტა უფრო მარტივად წამოვიყვანო მოტო, დავაწვინო და არ მისული 50-თან, აი ჩრდილი როა. ხედავ? ჩრდილი როა. ზუსტად მაგ ჩრდილიდან ეხლა მე სადაც დავდგები. აქ უკვე გაზ გაშვებული, ნუ დატორმუზებული, თან გაზ გაშვებული და ვაწვენთ. მოტოს. ხო. ნუ იდეაში დაწვენილი ხარ, მაგრამ მაინც სწორად მიდიხარ რა, ისეთი სიჩქარე გაქვს. ესე კი ხარ დაწვენილი, მაგრამ მაინც სწორად მიდიხარ და აი ამ ჩრდილიდან ხო ნუ ხიდის აი გაცდები თუ არა, აი აქედან უკვე წავიდა მოხვევა მარცხნივ. აქედან მიდივართ ესე. აი ხარ მე როგორც გავივლი. ხო, 60 სადღაც 60 რა, 60 მეტრია. აქ ხო გვაქვს დაწვენილი მოტო. და როცა მოვალთ აპექსთან, მარცხენა მხარეს. კიდე ერთხელ გეტყვით, რომ აი მე როგორც დავდივარ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიძახი. კი არ ვიძახი, რომ ეს სწორია და ესე იარეთ. ჩემსას ხსნი. თუ ვინმეს რაში დაგეხმარებათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აქ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მარცხნივ ვიყო და სიჩქარე მაქვს სპიდომეტრზე მაჩვენებს 180-დან 200-მდე. გაჩნია, როგორ შემოვალ. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მუხლი მქონდეს, აი ესე, აი ზემოდან და მაქსიმალურად ახლოს გავიარო. GPS-ით იქნება ალბათ 170-175. და ხანდახან 200-საც მაჩვენებს სპიდომეტრი. აქედან ხო შევეხეთ აპექს. ჩემ შემთხვევაში ბოლომდე ვხსნი გაზს. 600-იანი შემთხვევაში ბოლომდე ვხსნი გაზს და უკვე ჩქარდება. მოტოციკლეტი და რო ჩქარდება, სწორდება. გავყავარ უკიდურეს მარჯვენა მხარეს. მაგრამ ისეთი სიჩქარე მაქვს, რომ აღარ გავდივარ უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ვცდილობ, რომ დავრჩე შუაში. შუაში, იმიტომ უნდა დავრჩე, შემდეგი მოსახოვიდან გამომდინარე, უნდა დავრჩე შუაში. აქ რო გავიდე მაქსიმალურად მარჯვნივ, კი უფრო ჩქარი მექნება აპექსიდან აქამდე. მაგრამ მე შემდეგი მოსახოვი მარჯვენაა და გადაწყობას ვეღარ მოვასწრებ. ხო და ამიტომ ვცდილობ ეს დავრჩე შუაში და აი აქედან წამოვიდე შემდეგ 50-ისკენ. წამოდი. იქით აღარ მივდივარ. კი ცდილობს მოტო რომ გამაგდოს და იქით ახლოს გავიარო, მაგრამ შუიდან ვიწყებ მარცხნივ გადმოსვლას. ნაკლებ დროს დავკარგა უფრო. ეს ყველაფერი ხდება, როგორც თქვი, მეხუთე სიჩქარით. აქედან ხო გავასწორეთ მოტო და უკვე ვუმიზნებთ მარჯვენა მოსახვევს. ჯერ მოვდივართ უკიდურეს მარცხენა მხარეს და ამ უკიდურეს მარცხენა მხარესთან მოახლოებასთან ერთად ვცვლით სიჩქარეებს.
მეხუთედან ჩამოგვაქვს მესამეში. შეიძლება მალე? ხო, აბა. ეგრე თუ. ნუ ახლა ვისაც ბლიპერი აქვს, ეგრევე ჩამოაგდებს. მაგრამ ის ესტრაფად ხდება, რომ მე მაგალითად ეგრეთ წოდებულ პერეგაზოვკას ვერ ვასწრებ რა. მაგდაინ დრო არ არის. ნუ ჩემია კარობკამ იტანჯოს. ხო, აი უყურე, აქ გადმოვედით, მესამე სიჩქარეში გვაქვს, გადმოვედით მარცხნივ, ლაქაროა ხედავ? 50-დან. ჩანს ლაქა? ხო, გამოჩნდება. ნახე? აი ამ ლაქიდან ანუ 50 იგივეა, მაგრამ ლაქა როცა ესე უყურებ 50-ების ყურებას დაიმახსოვრ რომ ჯობია. აი აქედან ამ ლაქიდან მივდივართ მარჯვნივ. და ეს ძალიან მატყუარა მოსახვევია რა. აქედან ცდილობ რომ წახვიდე პირდაპირ და ესე გადაჭრა. ნუ გგონია რომ ესე კარგია. და ფსიქოლოგიურად ეგრე ფიქრობ რომ ესე რომ გადავჭრა უკვე შევალ, მაგრამ არა. რაც შეიძლება გვიან უნდა შეხვიდე ამ მოსახვევში. ეგრეთ წოდებული late apex. რაც შეიძლება გვიან უნდა შეხვიდე ამ მოსახვევში. ეგრევე არ უნდა ეცე კერპს და აი apex-ია ვსიო გავივლი. ეგრევე გაივლი. რომელიც სიჩქარეში? მესამეში ხო ჩამოვიტანეთ. აქ შემოვდივართ მესამე სიჩქარით. ნუ ვცდილობ რომ ახლოს ხშირად არ გამოდის, იმიტომ რომ ცოტა გვიან უნდა შემოუხვიო და აი ამ ადგილიდან ხსნი გას. ხშირ შემთხვევაში ბოლომდე, ხშირ შემთხვევაში ნახევარს. გააჩნია რა პოზიციაზე ვარ. და აქედან ისე გავდივარ რომ ეს არის შორტკატი. ნახე? მარცხნივ მოკლეზე შესახვევია რა. ეს ჩვენი ტრეკის, ნუ სარბოლო ტრეკის ნაწილი არ არის. აქ ვცდილობ რომ აი ამ კუთხესთან მოვიდე. უყურე, ესე მოვდივარ. იდეალური ტრაექტორია გამოდის ესე. მოვდივარ აქ. აი ამ ადგილას. აქ თუნელა მოვდივარ, ვასწორებ. აქ ხომ მოვდივართ, აი ამ კუთხესთან. მე ხშირ შემთხვევაში ვცდილობ, რომ აი ამ ხაზს კიდე გადავწდე. მე ესე ვცდილობ, რა. აი ამ ხაზს გადავწდე. ესე წამოვიდე და აქედან გვიან უნდა ამ მოსახვევშიც გვიან უნდა ყოველთვის ძალიან ნელი გასვლა. ან თუ გას ადრე გავხსნი, გავდივარ სადღაც, ჩავდივარ უსტოვში. აი აქედან ესე აი აქაც შევდივართ გვიან და ადრე ხსნით გას. მაქსიმალურად ახლოს, აქ უკვე კერპთან ახლოს. აქ წესით მუხლით ახლოს უნდა ქონდეს, მაგრამ ეგრე მე ვერ შევდივარ. აქ უფრო იდაყვის მხარე აქვს ახლოს. აი აქ. და აქ უკვე გახსენი გაზი. ვართ ისე მესამე სიჩქარით. ანუ ხიდის მერე მეხუთედან ხო მესამეში ჩამოვაგდეთ და ამ ორ მოსახვევს გამოვდივართ მესამე სიჩქარით. გასვლაზე რა თქმა უნდა ხსნით გას გავყავართ ესე. კი, უკიდურეს მარცხენა ადგილთან. და უნდა ვეცადოთ რომ არ ავხტეთ. ნუ ცოტა გვიან გავასწოროთ რა. აქ ესე ვასწორებთ და აქაც ამ თეთრ ხაზზე მოვდივართ. კერპთან ახლოს სწორზე. ვაძლევთ მეოთხეს ვაძლევთ ამ კერბის ბოლოს. ეგრე მიწევს მე. დაჟე შეიძლება ცოტა ადრეც. და მივდივართ ეგრეთ წოდებული ზედაესისკენ. აქ მეოთხეს ვაძლევთ. შენ რომელი სიჩქარით მოდიხარ აქ? აი სანამ მასვიზა მესამე ან მეოთხე ზუსტად არ მახსოვს. აი სანამ უკვე შენელებას დავიწყებ რა, აი გამოსასვლელი არის. ხო. არის მეგონი მესამე. და ერთი თქვა. სიჩქარე ხო არის რამდენი გაქვს? 160, 180 ალბათ. გაჩნია როგორ გამოხო? ხო რა რაღაცა.
1220 აქვს. ხო. გამოცდილია. მან არის ის რო ლაპარაკობ. აქ ისმის. ნუ ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს 600-ით და 1000-ით ჩათვალე ახლა ვსწავლობ ტრეკსაც და ტარებასაც. ეგრე. აი აქ ვიწყებ ტორმუს. მე მაგალითად აი დაახლოებით ნიშნული არაფერი არ არის, ჩემთვის ნიშნულია აი ეს შორტკატი როა. ანუ ჩასახვევი როა, კერბი როა. აი რამდენად ახლოს ვარ მაგასთან რა. თორე აი სადღაც აი ამას თუ აი მეეჭება ის ნიშნულად იყოს, მაგრამ შეიძლება რა პერიფერიული მხედველობით შეიძლება ამის გამოყენებაც. აქედან ტორმუზი და დაუნშიფტი მესამეში ჩამოტანა ერთდროულად ცეპლენიაზე გაშვება და ეხლა გეტყვი. ანუ იქიდან აქამდე თან ვატორმუზებ, თან სიჩქარეს ვცვლი იმ ადგილიდან აი გაჩვენებ. აქ 100-ია. იყო. აი ამ ადგილამდე. ხო. აი აქამდე ვატორმუზებ და სიჩქარეს ვცვლი. აი ამამდე, კერბის კუთხემდე. და ნუ არასწორად ვაკეთებ, წესით ერთდროულად უნდა ქნა, მაგრამ მე გადმოვდივარ მოტოდან და ვხრი მოტოს. და მოხვევას ვიწყებ. თუ ძალიან მაგრა არ მოვდივარ, ძალიან გახურებული არ ვარ. აი აქედან უყურე. აი ამ კუთხიდან ვიწყებ მოხვევას. ამ კუთხიდან აქ ორი ვარიანტი მაქვს რა. აქედან შევდივარ გაზით მარჯვენა მოსახვევში, გაზს ცოტას უშვებ, გადმოვდივარ მარცხნივ და მე ისევ ეგრევე გასხსნი, მაგრამ ამ ბოლო დროს აქ ისე ძალიან ჩქარდები, რომ უკვე პირველ შორტკატის კუთხესთან, სადაც თქვი რომ ვატორმუზებ და სიჩქარეს ვცვლი მეთქი, იმას ცოტას რომ გამოვცდები, ვაკეთებ მაგას ტორმუს დაუნშიფტს და აქ ძალიან აღარ ვაჩერებ რა, ტორმუზით შევდივარ პირველ მარჯვენა მოსახვევში. ეგ trail breaking-ს რო ეძახიან. ეგრე შევდივარ მარჯვენა მოსახვევში. და მე უკვე გაზით ვეწყობი მარცხნივ და გავდივარ, მაგრამ რავი, ჯერ ესე ჯობია რა, იქ ტორმუზი, იქიდან ტორმუზი დაუნშიფტი და აი ამ ადგილიდან უკვე შეგორდე მარჯვენა მოსახვევში. ამ ტრაექტორიით აი აქედან უკვე ვაწვენთ კი, მაგ კუთხიდან. ესე მოვდივართ უკვე კერბთან ახლოს. აქაც რაც უფრო გვიან შემოხვალ, უფრო კარგია. აი დაახლოებით ამ ცოტა შორსადი არ ჩანს. დაახლოებით აი ამ ადგილიდან გამოვდივართ მარჯვნივ. აქეთ უკვე გადაწყობაა მარცხნივ. აქედან უკვე ვეწყობით მარცხნივ. და მარცხნივ რო გადმოვდივარ, ვცდილობ რომ ცოტა აი გარედან შევიდე, იმიტომ რომ უკვე რო წვები გასხსნი ბოლომდე. ნუ ეს დიდი ალბათობით 1000-ზე არ შეიძლება. 600 უძლებს რა, მოჭიდებაშია მაინც. და გასხსნი ბოლომდე და უკვე გაზგაყრილი გავდივართ. აი მოვდივართ ამ აპექსთან. ძალიან ახლოს აღარ მიწევს აქ მოსვლა. და უკვე გაზგაყრილი გავდივართ. გაზგაყრილი. ხო, გავდივართ და მოვდივართ უკიდურეს მარჯვენა მხარეს. სადაც კიდე მოტო გვიან უნდა გავასწოროთ, რომ არ აგვაგდოს. თორე ხშირად მქონია რომ გადავსულვარ აქეთ. აი აქ მოვდივართ. აი სხვათა შორის ნახე, ეს აჩვენე, ხედავ თეთრად როა. დაყრილი. იქაც ჩანს. ეს ჯიჯის კვალია. ხო. აი აქ მაქსიმალურად ახლოს მოვდივართ. ისევ და ისევ ამ თეთრ ხაზსა და
ამ ასფალტს შორის. ნუ ხშირად გადავდივართ ამაზე, მაგრამ სასურველი არ გადავიდეთ. კიდე იმ სიჩქარის ბოლომდე რო ხსნი გას, ისეთი სიჩქარე გაქვს, რომ იქამდე ვერ სწორდები ქერბის ბოლომდე. და ხშირად გვიწევს, შეიძლება მიწაზეც გადახვიდე მათ. ექსაში. აი, მესამეთი გამოვედით, გავხსენით გაზი ბოლომდე. აქ უკვე მეოთხეს ვაძლევთ. კი, ქერბის ბოლოსთან. აი აქ ჩემი გადაცემით სადღაც აქ მიწევს ქერბის ბოლოში მეოთხეს მიცემა. შეიძლება ცოტა ადრეს. არა, აი აქ. აქ მიწევს მეოთხე. და მეოთხეთი მივდივართ ბოლომდე. უკიდურეს მარჯვენა მხარეს. ეს მოსახვევი, ეგრეთ წოდებული აპენდიციტი. ეს მოსახვევი იდეალურია trail breaking-ის სავარჯიშოდ. მთელი ეს გზა მოვდივართ, რაც შეიძლება მარჯვნივ, უკიდურეს მარჯვენა მხარეს, თეთრ ხაზთან. ტორმუს ვიწყებ მე 100-დან მაგალითად, აი ამ ბოლო დროს უკვე 100-დან ვიწყებ, თორე სასურველია აი 120-130-დან დაიწყო. მაგრამ ისეთი მოსახვევია ეხა ეს, რომ 100-დან ყოფნის რა. აი ასფალტის გაშავებულია, ხედავ? საიდანაც ვიწყებ ტორმუს. მეოთხეთი მოვდივართ 100-თან. აქ ბევრი ვარიანტია რა, მარცხენა მერვე მოსახვევში აპენდიციტში შესასვლელად. ეხლა გეტყვი. შეგვიძლია, აი აქედან ხო ვიწყებთ ტორმუს 100-დან. შეგვიძლია სულ პირდაპირ სწორად წავიდეთ ტორმუზით. ესე სწორად წავიდეთ ტორმუზით, მოვითაოთ ტორმუზით, ჩამოვიტანოთ მეორე სიჩქარეში, დავაწვინოთ და მოუხვიოთ. მაგრამ მე შევდივარ ცერად მივდივარ. ანუ მოსახვევის მიმართულებით მივდივარ. განზე აღარ გავდივარ. წამოდი გაჩვენებ. აქედან უკვე ძალიან ტორმუს ვაზივართ რა. ტორმუზი და დაუნშიფტი, რა თქმა უნდა, ერთდროულად. ნუ სასურველია ერთდროულად. გადმოვედით და დაწვენილი ტორმუზით მივდივართ ნელ-ნელა მარცხნივ. ანუ ესე არ ვაგრძელებ რა. ერთი ვარიანტი არის ესე გააგრძელოთ, შემოუხვიე, მაგრამ ეგრეთ წოდებული ტრეილით მოვდივარ აქ. მთელი ეს გზა ვატორმუზებ. მთელი იქიდან 100-დან აქამდე ტორმუზიდან ხელს არ ვიღებ. აუ, რამ ხელი რაღაც გდია დაიცა. რა ვიცი, მე ესე მირჩევნია. ანუ იმ 100-დან ესე ცერად მოვდივარ. თან რაც უფრო მოსახვევს უახლოვდები, უფრო და უფრო ხრი მოტოვს. და ტორმუზიდან არ ვიღებ თითს რა. ტორმუზით მოვდივარ, მეორე სიჩქარეში მაქვს. ხო, მეორეში მაქვს. იქ ხო მეოთხეთი მოდიოდით. 3, 2 და ტორმუზით არაფერს არ ვაკეთებთ, მარტო ვატორმუზებთ. ანუ ისე გვიან დავიწყე ტორმუზი, რომ აქამდე კარგი სიჩქარით მოვდივარ. აი აქამდე მოვდივარ ტორმუზით. და აქედან უკვე დაწვენილზე ახლოს არ მივდივარ იმასთან ძალიან. აქედან ცოტა შორიდან დაწვენილზე უკვე ვიწყებ გაზის გახსნას. ესე თან გაზის გახსნას და თან ნელ-ნელა მოტოს გასწორებას. ამ შემთხვევაშიც გასვლისას გავდივართ უკიდურეს მარჯვენა მხარეს ქერბთან. ხედავ როგორი ვირაჟია აქ. ძალიან ბევრი ეცემა მან. აქ უკვე გაზი გვაქვს გახსნილი ბოლომდე. და მივდივართ ეს მარჯვნივ. მეორეში გვაქვს აქ. აქ გვაქვს მეორეში. გავხსენით გაზი და უყურე აქ გამოგვიყვანა, აი ტრაექტორიამ გამოგვიყვანა აქ. მე არ ვაცდი რომ მეორე გავწურო ბოლომდე, მარტო აქ. მეორე რომ გავწურო ბოლომდე და ბევრი აკეთებს რომ შემდეგ მოსახვევამდე მიდის მეორე სიჩქარით რა. ზოგს ყოფნის, ზოგს აგრანიჩწელი აქვს და მე ატორმუსებს, მაგრამ აქედან რომ გავდივარ, აი ამ ქერბს გავწდები თუ არა, ვაძლევ ეგრევე მესამეს. ძალიან მალე ვცვლი რა. ახლა არის ეგეთი
მე ძალიან დაუმუღამე, რომ ამ ადგილას ადრე ვაძლევ მესამეს. მივდივარ და ისევ დაუნშიფტი ტორმოზი ერთად. და უფრო კაი შედეგი მქონდა რა, რასაც დავაკვირდი. აქედან ვიწყებთ, აი აქ ქერბი დამთავრდა. ვატაკე მესამე და ვიწყებთ პირდაპირ დიაგონალზე მარცხენა უკიდურეს მხარეს მოსვლას. ნახე როგორი მუცელი აქვს. ამ მუცელზე გადავალთ თუ არა. ნახავ, გაშავებულები სადაც არის ტორმოზის კვალი ეტყობა. იქ ვატორმოზებთ და ჩამოგვაქვს მეორეში. მაგრამ ჩამოგვაქვს სწრაფად ძალიან. ტორმოზი ჩამოყრა ერთად უნდა იყოს. ყველგან ჩხარეკეთდა. ხო, რა თქმა უნდა. და ქერბის დასაწყისთან მოვდივარ მარცხნივ. აქ ჯერ ისევ მესამეთი მოვდივარ, მესამე სიჩქარით, ისევ გაზი მაქვს გახსნილი ბოლომდე. ჩემი ორიენტირი მაგალითად ეს ქერბის დასაწყისია რა. არ მოსული ქერბის დასაწყისამდე. აი. აქ უკვე ტორმოზს ვიწყებ. აი ამ ადგილას ვიწყებ ტორმოზს. არ ვიცი ვისთვის ადრეა, ვისთვის გვიან, მაგრამ აქედან ვიწყებ ტორმოზს. და მეორე სიჩქარე, მესამედან ქვემოთ. და მივდივარ აქ ისეთი მოკლე მანძილია ეს სატორმოზე მანძილი, რომ აი ძალიან მარტივია პირდაპირ გადასვლა რა. თუ ცოტა გადაცდი, ან თუ ცოტა გვერდით გაიხედე, ან იქით თუ გაიხედე, წახვალ იქით. აქამდე მოვდივარ ტორმოზით. პრინციპში ტორმოზით მოვდივარ ბოლომდე. აქ ესეთ რაღაცებს აკეთებს მოტო. ხო, ტრაკი ესე შვება რა, ხან ესე. მაგრამ ძირითადად ესე შვება. და აი აქედან ვაწვენ მარჯვნივ. აქაც ორი ვარიანტია მარჯვენა მოსახვევის შესვლის. შეგიძლია თავიდანვე შეხვიდე და ესე მტკნარად გაუყვე, შეგიძლია ცოტა გვიან შეხვიდე. ხო და მანქანითაც მივლია და გვიან შესვლა ყოველთვის ამართლებდა და მოტოზე ჯერ სხვაობა ვერ ვნახე რა. აქ შევდივარ, კაი ვარიანტში 70 თუ ზემოთ არის. სიჩქარე კაია. აქ შევდივართ მარჯვნივ. რაც შეიძლება ახლოს. მაგრამ მთელი გზა ტორმოზით მოვდივარ. იქიდან მესამედან ხო მივეცი მეორე. და ესე მოვდივარ ტორმოზით. ტორმოზით მოვდივარ. ტორმოზს გავუშვებ, გადმოვდივარ მარცხნივ და უკვე ვიწყებ მარცხნივ შესვლას და აქ არის ერთი ესეთი მომენტი, თუ ნაწვიმია წინა დღეებში. უკიდურეს მარცხენა მხარეს, როგორც ტრაექტორია და უნდა გაიარო. აპექსი სადაც უწევს. მანდ არის ხოლმე ლამი. და ძალიან საშიშია მან შესვლა რა. უკვე გახსნილი. და თუ ნაწვიმია და ეგეთი ამბავია, გაზის გარეშე გავდივარ და ნუ თავს ვიზღვევ, მე ვხსნი გაზს. თუ არა და აპექსიდან უკვე ბოლომდე ვხსნი მეორე სიჩქარეს. აქ დაწვენილი ვართ და აი ხა გაჩვენებ საიდან ვხსნით სიჩქარეს. აი აქედან უკვე გაზს ვხსნი და ბოლომდე ვხსნი რა, ესე პლავნად არა რა. ბოლომდე ვხსნი და მივდივართ უკვე გარეთ გავყავართ. ქერბის ბოლოდან 3 მეტრაში ვაძლევ მესამეს. მთელი ეს გზა მეორეთი მოვდივართ. აქაც ძალიან ცდილობს, რომ ზემოთ ამოხდეს მოტო, მაგრამ უნდა იცოდა, რომ არ გადახვიდე. თორე ცუდი რაღაცები მოხდება. აი აქ ვაძლევ უკვე მესამეს. ამ მოტოზე და წინა 636-ზე მიწევდა საჯებთან. იმას რამ ხელა გადაცემა ქონდა, საჯების ბუტკაროა, ხედავ? იქ ვცვლიდი ხოლმე იმას. მესამე, მეოთხე, მეხუთე. ამ გრძელ პრიამიგზე მივდივარ მეხუთე სიჩქარით. ამ მოსახოს ალბათ უმრავლესობა 600-ით გადის მესამე სიჩქარით. ამას. ან მეოთხეში შედის, შუაში მესამე და მესამეთი გადის მე-12-ეს. მაგრამ მე ჩემი ტექნიკა მაქვს რა. მე ცოტა სხვანაირად ვაკეთებ. როგორ? მეოთხეთი და მესამე იქით. ხო, მე არ ვაკეთებ ეგრე.
150-თან ვიწყებ ტორმუს. 150 ძლიერად ვატოვებ. ბიჭო, არც ისე. ძლიერად ვატორმუზებ ძალიან ცოტა ხნით. ძალიან ცოტა ხნით. აქ ტორმუზი მეოთხე სიჩქარე. აი ამ 150-თან ტორმუზი მეოთხე სიჩქარე. და ეგრე მივდივარ ქერბის დასაწყისთან. ისევ სწორად მივდივარ. აი ესეც ქერბის დასაწყისი. აი აქედან ვიწყებ ნელ-ნელა მოტოს დაწვენას. დაწვენასაც ხო დრო უნდა, ხო კიდე წინ მიდიხარ. და უკვე მუხლს რო დადებ, რომ ნახავ მუხლით რო უკვე კარგად ხარ. მოდიხარ უკვე აპექსისკენ. კი, დიაგონალზე მოდიხარ. აი აქედან გადმოვდივარ უკვე მარცხნივ. ქერბის ბოლოდან. აქედან გადმოვდივარ მარცხნივ. ოღონდ მკვეთრად არა რა. ნელ-ნელა. იმიტომ რომ აქ ორი მოსახვევი ისეა, შეგიძლია ერთად გაიარო რა, როგორც ერთი მოსახვევი. ბევრი ვარიანტია ამისი. და აქ რო დავაწვენ და უკვე მარცხენა უკიდურეს ქერბთან რომ მოვალ. აქედან ვიწყებ გაზის გახსნას. იმ დონემდე ვცდილობ გაზის გახსნას, რომ დავემთხვე მეორე ბოლო მოსახვევის ტრაექტორიას. ანუ აქ თუ ნელა შევედი, მე მიწეს მოტოციკლეტი გავასწორო, ცოტა ხანი წინ ვიარო და მე ისე ვიჩალიჩო მოხვევაზე რა. ამიტომ აქ რო დავწვევი, ვცდილობ რომ გაზი გავხსნა, ისე გავხსნა რომ თან ძალიან არ წაიღოს, რომ არ მომაცუროს. სიჩქარე დაახლოებით რამდენია? 160? 160 იქნება. 140, 160 ალბათ. აქ ძირითადად მზეა რა. იქიდან მზე გირტყავს. დაწვენილი რომ მიდიხარ და ვეღარ უყურებ, კარგად არ ჩანს. და იმიტომ არ მახსოვს. კი. აი აქ უკვე ახლოს ვარ. აი აქ არის ჩემი აპექსი. ეხლა მივალ, სადაც არის. აქ არის ჩემი აპექსი. აქედან ხსნი გას, მაგრამ როგორც იქ ბოლომდე არ ხსნი. ნელ-ნელა ხსნი. ბოლომდე რო გავხსნა, ყველა ვარიანტში გადავარდები იქით. აქედან ისე ხსნი გას, ანუ სმუს რა. ხსნი გას და მივდივარ მარჯვნივ მაქვს არჩეული ერთი წერტილი, სადაც უნდა მივიდე. ისე უნდა მივიდე, ანუ გაზით უნდა მივიდე რა. მოტო კი არ უნდა გავასწორო. გაზი ისე უნდა ვათამაშო რა. იმ პროცენტით უნდა გავხსნა. ამ პაუზა გავუკეთო გახსნამდე, რომ ზუსტად იქ მოვხდე. ანუ აქ მოტოს თუ წამოწიე, შანსი არ აქვს. ყველა ვარიანტში გადავარდები რა. ან ძალიან შენელდები. ხო, ახლა ტრეკზე თუ სხვაგან გაიხედე, ცუდად არის შენი საქმე. ან სხვას თუ უყურე, ხშირ მომენტში არ შეიძლება. ნუ მოკლედ. მაგაზე ეგ ტექნიკური ისინია. აქედან მოვდივარ და გაზს ვხსნი და მივყავარ მარჯვენა ქერბისკენ. და ამ ბოლო დროს უკვე მივეჩვიე რომ ცოტა მეტად გავხსნა გაზი. და სწრაფად მოვდივარ, მაგრამ მიწევს ტორმუზი. აი უყურე, ესე ხო გავხსენი. ანუ ერთი გაზით ესე აღარ გავდივარ. ეხლა ძალიან ესე აგრესიულად შემოვარდები. გავხსნი და აი აქ მასწორებს. აი აქ უკვე მასწორებს მოტო და ხო მივდივარ ისევ გაზ გახსნილი. და აი ლაქაროა. ამ ლაქასთან აქედან გაზს ვაგდებ. მთლიანად არ არის მოტო აქ გასწორებული რა. ცოტა იმაში, როგორ არის ნაკლონში. დახრაში არის. აქედან უკვე ტორმუზი ძალიან ოდნავ. გასუშვებ და ერთ დონეზე მაქვს ტორმუზი. არც ვუკლებ, არც უმატებ. იმიტომ რომ ამ ხელა აჩქარებით რომ მოვდივარ ესე. არ უნდა გამისროლოს კიდე მარჯვნივ რა. აქ უნდა დავატორმუზო, რომ მარცხენა მხარეს წამოვიდე უკვე ბოლო მოსახვევში. აი აქ ვანელებ. იმიტომ რომ მოუხვიოს მოტომ რა. თუ არ შეანელე არ მოუხვევს და გადავარდებ. ვანელებ და მოვდივარ უკიდურეს მარცხენა მხარეს. უბრალოდ რომ გაზიდან ხელი აუშვა დროს დაკარგავ. ესე ხომ მიდიხარ და გაზ გავუშვი და მიგორავ. ჯობია დაატორმუზო და ადრე გახსნა გაზი. აი აქ უკვე მოვდივარ. აი ამ ადგილას ძალიან ახლოს. ვცდილობ რომ რაც შეიძლება ახლოს მოვიდე, რომ ადრე გავხსნა გაზი. თუ დავაგვიანე,
თუ დავაგვიანე და ცოტა იქით გამიყვანა, იქ ძალიან ცუდი ის არის რა. ტალღა აქვს და ძალიან ცურავს მოტოციკლეტი. ხო და მირჩევნია ცოტა მეტად შევანელო, მეტი ტორმოზით და ახლოს გავიარო და ადრე გავხსნა გაზი. ვიდრე იქ მერე ვიწვალო. აქედან უკვე ხსნი გას. აქედან უკვე ხსნით გას. და გავდივართ უკიდურეს მარჯვენა მხარეს. მეოთხე სიჩქარეში გვაქვს. სიჩქარეს იქ არ ვწვით, იმ მოსახლეობის შორის. მეოთხეთი შემოვდივართ. აქაც სუდნავ წაარტყავ ტორმოზს, მოახვევინებ მოტოციკლეს და გახსნი გას და მოდიხარ უკიდურეს მარჯვენა მხარეს გაყავხარ ტრაექტორიაზე და მერე უკვე მეხუთე და მეხუთეს ვკეტავ შუქნიშანთან. შუქნიშანთან. მეექვსეს აღარ ვაძლევ, 222 აქვს რა შუქნიშანთან. და მერე უკვე ტორმოზი და იგივე. მესამე სიჩქარე მარჯვენა. ხო, ლიტრა 260 მიდი. 260 მიდის. ლიტრაზე ჯერ არ ვიცი. ანუ ამ სიჩქარეები და ამ გადაცემები და პლუს მინუს ამ ტრაექტორით დავდივარ ამ ტრეკზე რა. თუ რამეს გაიგებ, ხო გაიგებ, თუ არა გადაახვიე და ახრიდან უყურე. თუ არა და მომწერე, არ არის პრობლემა. ხო. ან ტორმოზე ვარ, ან გაზზე. ხო, შუალედი ან ტორმოზე უნდა იყო, ან გაზზე რა. აი ეს ეგ არა. ხო, იქით ხო გადავალთ და მე ესე ტრაექტორიაზე ნელ-ნელა გადმოდიხარ მარცხენა მხარეს რა. საიდანაც დავიწყეთ? მარცხენა და მე იმ თლიან ღერძულასაც გადმოკვეთა ტორმოზზე. ეგ ფუფუნება გვაქვს. ანუ შეგვიძლია გამოყენება რა. ეგ არის გორიცი. ხო. Auf Wiedersehen. თუ რამეა მომწერეთ, არ მოგერიდოთ. და მე მოტოციკლს თქვენი მონამორჩილი. ხო, მე მოტოციკლს განახებთ, ხო, ისე გავივლი, რომ ხმა დავადო რა და უფრო კარგად გამოჩნდება სიჩქარეები. რომელშია გადაცემა, რა სიჩქარით მივდივარ, ну ლაპარაკის დროს ეგრე ძალიან ვერ ვივლი როგორც შეჯიბრზე, მაგრამ პლუს მინუს იგივე იქნება. ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ. კიდევ სამდელი. ვიდეოები მიდევს კი. ონბორდები ბევრი მიდევს. ხო. ხო, მაგითი შეგიძლია ხო ნახო. ბევრი რაღაცა. ამას რომ მოусმენ, მე მაგას ნახავ და უფრო მიხვდები რა. ხო, ეს არის პიტლენის შესასვლელი მარცხნივ. კარგად.